გამარჯობა მეგობრებო, დღის ვიდეოში სამი ეგეთი საჭმელი, რომელიც არ უნდა ჭამო თუ გააქვს გაცქიმიანებული გვიძლი და სამი ეგეთი საჭმელი, რომელიც აუცილებლად უნდა ჭამო და თუ გააქვს გაცქიმიანებული გვიძლი, თუ არ გინდა მეორე ან მესამე სტადიამდე წავიდე, ან თუ გინდა გვიძლი იყო ძამთელი. პირველი საჭმელია მეგობრებო, ეგეთი სასმელები, სადაც შერეულია შაქარი. არა აქვს მნიშვნელობა, გინდა ჩაი, გინდა მაღაზიაში ნაკიდია ეგეთი პროდუქტი, რომელში შაქარია, ან ნებისმიერი ეგეთი პროდუქტი, რომელში თქვენ ურევს შაქარი. ეს პირდაპირ სუფთა კალორია, რომ გადადის ინსულინის რეზისტენტობაზე, არ გადამუშავდება ეს ნახშირწყლები, ნაჭამი ნახშირწყლებია, სუფთა სწრაფი ნახშირწყლებია, რომელიც არ გადამუშავდება და შაქარში კიდე ბევრი ეგეთი დამალებული შაქარიც არის, სადაც ფრუქტოზას ედის. ფრუქტოზა კიდე უფრო საშიშია, ვისაც აქვს გაცქიმიანებული გვიძლი. იმიტომ პირველი ეგეთი სასმელები, სადაც შერეულია ტკბილეული, არ შეიძლება. სასმელი თუ მოგინდება, რა უნდა დალიო? ყავა შეიძლება უშაქრო, შეიძლება ჩაი, ან ბუნებრივი ხილის ჩაები უშაქრო, შეიძლება ნებისმიერი დრო, ნებისმიერი რაოდენობით. გრმა შემწვარი საჭმელები. If you are frying, you are drying. ინგლისური ნათქვამია. If you are frying, you are dying. ანუ თუ შეჭვი საჭმელები გრმად, ესე იგი კვდები. ანუ ინგლისური ნათქვამია ეს, რომ არ ვარგა გრმა შეჭვა. მით უმეტე მეგობრებო, რეფინირებული ჯეთებში არ უნდა შეჭვა საჭმელი. თუ მაინდა-მაინც შემწვარი საჭმელი გინდა, ერბო, კარაქი, ჯეთუნში უნდა შეჭვა, ან ცხეულური კონში. ეს არის საუკეთესო ცხიმები. კვლევაცაა ჩატარებული მეგობრებო, სამი თაგვებს აჭამეთ მეცნიერულად ალკოჰოლი და რეფინირებული ჯეთი. ერთ საჭამე ალკოჰოლი და ცხეულური ცხიმები. მესამეს ღორის ცხიმი თან ალკოჰოლი. ვინც ჭამდა ალკოჰოლთან ერთად ცხეულური კონი, იმას არაფერი არ მოვიდა. მაგრამ რომელიც თაგვის აჭამე ალკოჰოლი და რეფინირებული ჯეთი, ის თაგვი გასუხდა და obesity ავად გახდა. ანუ ალკოჰოლისთან ერთად რეფინირებული ჯეთებში გაკეთებული საჭმელი თუ იგებს ადამიანი უფრო საშიშია. იმიტომ გრმა შეჭვას დაანებე, თუ მაინდა-მაინც გინდა რომ შეჭვა, ცხელეური კონში უნდა შეჭვა. მესამე მეგობრებო, ეგეთი საჭმელები, რომელიც შეპუთულია. შეპუთული ჩიფსები, ჰოტ-დოგები, პიცა, ჰამბურგერები შეპუთულია. ანუ თქვენი თვალის წინ გაკეთებული არ არის. ეგეთ სუფთა რეფინირებული ნახშირწყლებია, რომელიც პირდაპირ გვიძლის გაცქიმიანობაში მუშაობენ. ეს სამი ტიპის საჭმელი დაანებეთ. ეხლა საჭმელები, რომელიც აუცილებლად უნდა ჭამო თუ გააქვს გვიძლის პრობლემა. პირველი არის ყავა ან მწვანე ჩაი. თუ ყავა არ გიყვარს, მწვანე ჩაი, თუ მწვანე ჩაი არ გიყვარს, ყავა. ორივე ანტიოქსიდენტებია, უშაქრო დაიმახსოვრეთ ყოველთვის, უშაქრო უნდა დალიო, უძმოზე თუ დალევს, უფრო კარგი, ან უძმო რას ნიშნავს? წყალი უნდა ქონდე დალეული და იმის მერე მოგიხდება გაცქიმიანებული გვიძლი. არის მეგობრებო, კურკუმა ან კურკუმინი. კურკუმინი იგივეა, ექსტრაქტი ამოგებულია კურკუმიდან 1 გრამი დღეში თუ იგებს კაფსულით ფორმით, ან ფხვნილი თუ იგებს 1 ჩაის კოზის ნახევარი დღეში შეიძლება. 1 მიგებაზე 1 ჩაის კოზის მეოთხედი შეიძლება მიგება. კურკუმინი არის ანთების საწინააღმდეგო მეგობრებო, გაცქიმიანებული გვიძლს ძალიან მაგრად უხდება. ნებისმიერი ანთების პროცესი რო არ წავიდე ძევით, კურკუმინი აუცილებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორც ყოველთვის გეუბნები, ბოსტნეულით დაიწყეთ საჭმელი ჯერ 100, 150 ან 200, ჯოკი 250 გრამი ჯერ ჭამე ბოსტნეული, მერე სხვა საჭმელი მიაკოლე. ეგრე ნაჭამი საჭმელი ინსულინი არ მიდის სწრაფად, ინსულინის თელი დღე კატასტროფულად ძევით ქვევით არ მიდის.
ეს ყველაზე საუკეთესო სიტუაცია ჩვენი გვილისთვის და ჩვენი გვიძლისთვის და საერთო ჯანმრთელობისთვის. სულიკავი, ჯანმრთელი და ბედნიერი, იმედია მოგეწონება ინფორმაცია, აუცილებლად გააზიარეთ ეგეთი მეგობარში, ვისაც აქვს გვიძლის პრობლემები. კარგად და ჯანმრთელად.